როგორ ვიყიდოთ Porsche ერთ თვეში. მოდი ჟარგონს ვუყარ, თუ ტრაკი არა გაქვს, არ უნდა იყიდო რა. ტრაკი არა გაქვს, ნიშნავს რომ ორის ყიდვა შეგიძლია? ხო, ანუ რო გაგიტყდეს. თუ გადაყევი, არ იყიდო რა. ქონება თუ გმართავს შენ უკვე პრობლემაა. მოდი გქონდეს ყველას იმის საშუალება რომ ვიყიდოთ Porsche-ები და ამავე დროს გვესმოდეს რომ ეგ არ არის რასაც დავსვით. ლევან გიორგაძე Bubblehead-ის თანადამფუძნებელი ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წამყვან კომპანიებში. ხო, ყველაფერი გავაკეთე, რატო ვერ მივახციე წარმატებას? შეიძლება თუ შე ყველაფერი ცადე და არაფერი არ გამოვიდა, შეიძლება შენ ეძახი რომ ყველაფერი ცადე, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე რაღაცები ცადე, სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილი. დაფიქრდეს პირველ რიგში, სანამ წარმატების გზას დაადგება, არის რომ წარმატება რა არის. რაღაცებს ვიღებთ, როგორც მოცემულობად, ისე რომ არ ვსვავთ კითხვას რომ კი, მაგრამ მე ეგრე მგონია რომ ეგაა წარმატება? შენი კრიტერიუმი თუ არ შექმენი წარმატების, მაშინ ვიღაც სხვის კრიტერიუმს დასდებ. ჩვეების დამარცხებისთვის რამე გაქვს? საკუთარ თავის დაკვირვება გაძლევს იმას, რომ ხო არა, დღეს არ ვიყავი მე ჩემი სიტყვა რა, იმიტომ რომ მე ხო თქვი რომ ადრე ვიღვიძებ, მე ხო თქვი რომ ვარჯიშობ და ანუ ის თუ არ ვიყავი ჩემი სიტყვა და მივდივარ სკოლაში, ვაბარებ უნივერსიტეტში, მე აღმოჩნდება რომ ფული მჭირდება სამსახური უნდა დავიწყო, გადის პერიოდი, გადიხარ პენსიაზე და მთელი ცხოვრება გავიდა. კი. სად უნდა დავიწყო? რომ გავხდე ის ადამიანი, ვინც აი ბავშვობაში მინდოდა. გვიან არაზოს არ არის და რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უფრო კარგი იქნება. ნებისმიერი რამ რაც გინდა შეგიძლია გქონდეს, მაგრამ არა ყველაფერი. ამიტომ რაღაც არჩევანს აკეთებ, ფოკუსს აკეთებ და ყველაფერი სხვა დანარჩენზე არ ასიზახი მაშინ. შენ თუ თან ხელფასი გინდა და თან ბიზნესი არ გამოვა ეგ საქმე. ანუ ბიზნესში ხელფასი არ აქვს. ბიზნესში შენ ხელფასებს სხვას უხდი და რო დარჩება, მე ის არის შენი. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რადგან შევძლებთ და 3000 გამომწერზე ავედით უკვე და ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არის 13% იმ ადამიანების, ვინც ჩვენს არხს უყურებს. და თუ თქვენ მოხდით მეორე ნახევარში, სადაც 87%-ია, თქო უნდა მაგ შეამოწმოთ, თუ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. ასევე პოდკასტების მოსმენა შეგიძლიათ Spotify-ზეც და აგრეთვე შეგიძლიათ გამოყვეთ ჩვენს დახურულ Telegram ჯგუფში, სადაც ბევრ სიახლეებს გაიგებთ ამ პოდკასტებზე. ახლა კი ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავწყოთ. ლევან, მადლობა რომ ესტუმრე. ძალიან გამიხარდა რომ ასე ვთქვათ, ჩემი სტუმარი ხარ დღეს, იმიტომ რომ Bubblehead-ის პოდკასტები რო შემხვდა და უყურე ერთ ეპიზოდს, პირველი შეგრძნება რაც გამიშთა, მე იყო ის რომ ამ ადამიანებისგან რაღაც შემიძლია ვისაუბროთ თქო რა და ძალიან დიდი მადლობა რა. პირიქით, მადლობა რომ მომიწვიე. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე ჩემ თავს დამწყებად უყურებ ამ ინდუსტრიაში. ხა იმ დრო დამწყები ვარ პირველად შემოვედი და რაღაცნაირი ის იყო რა, დაფასების შეგრძნება რომ მოგდის, რომ გიფასდება რაღაცა, ძალიან გამეხარდა და პირველ რიგში მინდა მოგილოცო 3000 გამომწერი ძალიან მაგარია. მადლობა დიდი. მოკლედ, ჩემი პირველი კითხვა იქნება ესეთი, რომ აი ის პირველი შეგრძნება რაც გამიშთა თქვენი პოდკასტის ყურებისას, აი არის ეს რომ აი რო შემოგხედო, აი წარმოიდგინე ვიღაც უცხო ადამიანს ხვდები. რა უნდა იცოდეს ამ უცხო ადამიანმა ლევან გიორგაძის შესახებ, რო თქვას რომ მე უკვე ვიცნობ ამ ადამიანსო. ვა, ლაპარაკი უყვარს ბევრი. ეგ იქნება ალბათ პირველი. რა საინტერესო კითხვა, საერთოდ მიფიქრე მაგას. ისეთი მოსაუბრე, ემოციური, თვითგამოხატული, ენერგიული, მიზან დასახულით შეიძლება მივამატოთ მაგას. აჰა, გასაგებია. თქვენ Bubblehead-ის პროექტზე მინდა გესაუბრო რა, კიდე. როგორ მოგივიდათ ეგ იდეა, აი რა მომენტში გადაწყვეტეთ რომ მოდი ესეთი პროექტი გავაკეთოთ? ძალიან ადრიდან დავიწყებ რა. მე ორი რაღაცის შერწყმა მოხდა რა. მოკლედ მე და ჩემი ძმა ვართ მანდ. Bubblehead-ი თვითონ სახელი არის მე და ჩემი ძმა ერთმანეთს მოიხსენიებთ თავგასიებულებად. და რაღაცა მაქედან ვფიქრობთ ხა თავგასიებული, მოდი აბა ინგლისურად რა შეიძლება შესწვის, მოკლედ Bubblehead-ზე მივედით მაქედან რა, თან არ ხდება ისე რაღაცნაირად და თან მე ისტორიას როყვები სასაცილო ხდება. და იდეა იყო რომ მოკლედ ეს Bubblehead-ი დავარქვით ჩვენ გამომცემლობას, რომელთაც გადავწყვიტეთ რომ გადაგვეთარგმნა წიგნი. ეს წიგნი წავიკითხეთ 2000 რომელი წელი იყო, აღარ მახსოვს 20 თუ რაღაც 21 აღარ მახსოვს რომელი წელი იყო. ახალი გამოსული იყო ეგ წიგნი, ეს არის უბერჟოლის ბიზნესის გული, ორივე ძალიან მოგვეწონა. და რაღაც ერთ-ერთ სამზარეულო საუბარში ხო არ თარგმნოთ ერთი რა პრობლემა რა უნდა იყოს მეთქი რა. და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ გვეთარგმნა ამ რაღაცა კვლევაში აღმოაჩინა რომ ჩემი ძმის ნაცნობი რომელთანაც მუშაობდა მისი კომპანიის ბორდის წევრი იყო ერთ-ერთი მისი მეგობარი არის ეს უბერჟოლი. მოკლედ რაღაც ეს ნაცნობი გამოვნახეთ საერთო და
დაუკავშირდა ჩემი ძმა იმას, მე ავტორმა დაგვაკავშირა ამასთან, რა ქვია, გამომცემელთან, შევჯერდით, შევთანხმდით, ავიღეთ ნებართვა გადათარგმნის და რავი, დავიწყეთ ეს პროცესი. საკმაოდ რთული და მძიმე პროცესი არის თარგმნა და მინდა ეხავე დავაფასო ყველა, ვინც წიგნების თარგმნას აკეთებს, იმიტომ რომ ბრავო, მაგარია, რთული საქმე არის და რომ დავასრულეთ ეს წიგნის გაყიდვა წავიდა და ამ საუბარში რაღაცნაირად მეთქი მოდი პოდკასტი გავაკეთოთ თქო. ეხლა პოდკასტის იდეა მოდის ჩემი ძალიან ადრიდან რა, ანუ 2019 წელს ჯო როგანი რო გავიცანი, იმის მერე ვიძახი რომ პოდკასტი უნდა გავაკეთო და მოკლედ სანამ თავი მოვავი, მანამდე ყველა პოდკასტი გააკეთო, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, კარგია, რაც მეტია მით უკეთესი ყველასთვის. მოკლედ მე დიდი ხანი მინდოდა ეს პოდკასტი და რაღაცას ვფიქრობდი რაზე შეიძლება გამეკეთებინა რა. და ეს წიგნი რო ვთარგმნეთ და მე ამ წიგნის შესახებ საუბარი რო დავიწყეთ, ახლა ნუ მარკეტინგი დასაწყებია, გასაყიდია ეს ყველაფერი. მან გაჩნდა იდეა რომ ხო არ გავაკეთოთ პოდკასტს, სადაც მე და შენ მეთქი დავსხდებით, გივი და ამ წიგნზე ვილაპარაკებთ. რა ოღონდ აი რაღაც წიგნის ბოლოს აქვს ეს თვით რეფლექსიის კითხვები და მოდი მათ კითხვებს გავცეთ პასუხი ლაივში, ასე ვთქვათ, თქო რა, ჩვენი გამოცდილებით. და ვა, რა კაია რაღაცა ისისა და მე ამ პროცესში გადავედით მოკლედ ამ ფორმატზე, რომ წიგნები გვიყვარს ძალიან ორივე, სულ კითხულობთ. და სულ ლაპარაკობთ მე ამ წიგნებზე და მოდი ბარემ გავაკეთოთ რა ვილაპარაკოთ და სხვებსაც მოვასმენინოთ რას ვლაპარაკობთ რა და როგორ ვაზიარებთ ამ გამოცდილებას და რაღაცა ნაწილზე ვსაუბრობთ ჩვენ პირველი ეპიზოდი და მე მოყვავს ის სტუმარი რომელიც გონია რომ იმ იდეებზე და იმ თემებზე რაც იმ წიგნში არის განხილული კარგი და საინტერესო რესპონდენტი იქნება რა და შესაძლოა რაღაც ჩვენი მე და გივის ინფუტი ვთქვათ და მე სტუმრის ინფუტი და ჯამში მეც ვსწავლობ და ყველა სხვა დანარჩენი სწავლობს და მე ჯამში ერთიანდება რაღაცნაირი მისია ამ ბაბლჰედის რომელიც არის რომ შთავა გონოთ პირადი და პროფესიული ზრდა და შესაბამისად ეგ არის ერთ-ერთი ჩვენი აქტი იმისა რომ შენ სხვა ახლა ვინც გვისმენენ უთხრათ რომ დავაი რამე ახალი გავაკეთოთ რამე ახალი შევქმნათ რა ვა და წიგნებთან აი რა მომენტში აღმოაჩინე შენ თავი რომ ეგეთი ლიტერატურა მოგწონს გიზიდავს გეხმარება და ანუ საერთოდ აი მე მაგალითად წიგნებს კითხვა რომ კითხო ძალიან მეზარება ხოლმე აი ვერ წარმოვიდგენ როგორ მეზარება მაგრამ ყოველ დღე წიგნს ვკითხულობ იმიტომ რომ ვიცი რომ ეს წიგნი მე დამეხმარება რა ყოველ დღე მან გამოყოფილი რომ 10 გვერდი აუცილებლად უნდა წავიკითხო აი შენ როგორ ხარ მაგ კუთხით ეგრე დაახლოებით რამოდენიმე ეტაპი არის, როცა მე წიგნი შემიყვარდა რა. პირველი ეტაპი წიგნის შეყვარების იყო ბავშვობაში და ეს იყო კონან დოილი და ჟულ ვერნი და მან შერლოკ ჰოლმს და შესაძლოა ჟულ ვერნის მოთხრობებს რაც იყო ეს sci-fi მაშინდელი მაგეებს კითხულობდი და იქ იყო რაც ანუ პირველად ჩამithრია, მე პაუზა გაკეთდა, მე თავიდან შეყვარება მოახდინა მარკესმა მარტოობის 100 წელით გამსახურდია დიდოსტატის მარჯვენათი დოსტოევსკიმ სასჯელი და დანაშაულია ქართულად ხო მე მგონი ეგრე ქვია crime and punishment რაც არის და ბულგაკოვმა ოსტატი და მარგარიტა ანუ ეგ 4 წიგნი იყო ერთ ზაფხულს ავიკითხე რაღაცა მიყოლებით და მან მივხვდი რომ ნუ საოცრება ხდება ისევ და ეს არის რაღაცა განძი რომელშიც უნდა იყო და ბიზნეს ლიტერატურა შემოვიდა უკვე მაშინ, როდესაც კავკასიის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე და ბიზნესის სწავლა დავიწყე. მანდ მე აღმოაჩინე, რომ თურმე ლიტერატურა ბიზნეს ლიტერატურას არსებობს რა, ანუ თურმე შეიძლება აიღო წიგნი და წაიკითხო ბიზნესზე. და მაგ დროს დავიწყე მოკლედ ნელ-ნელა ამ წიგნებში გადაფრენა და ბოლოს რაღაცნაირად ჩვევაში გავიჯინე რა და მეც შენი თქმის არ იყოს რაღაცნაირი ისა მაქვს რა, რომ მოდი აბა ყოველდღე რაღაცა წაიკითხე. მე დავიწყე ყოველდღე 30 გვერდით. მე რესო sustainable არისო, ძალიან ბევრი დრო მიქონდა მაგას და რაღაც 10-ზე ჩამოვედი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლოს მივხვდი, რომ კვირის გეგმა უფრო ეფექტური და sustainable არის ჩემთვის უფრო ეგრე მუშაობს და მე მაქვს რომ კვირაში რაღაცა კვირაში მინიმუმ 3 დღე ვივარჯიშო, კვირაში მინიმუმ რაღაცა წავიკითხო, რაღაც ეს ჩემი ეგეთი კვირის გეგმა მაქვს, მაგრამ ხო წიგნი ბოლოს გამიშთა ჩვევაში, რავი, ხა ჩვეულებრივი ამბავია რა და შეიძლება ერთდროულად 3 წიგნს ვკითხულობდი რა, რაღაც ერთ წილის წინ, ერთ ოფისში შეიძლება და ერთ სამეცადინოთ რა. ამიტომ წიგნები ჩემთვის ხო ძვირფასი ხირებული რამეა.
ეხლა ჩვენ ვარ ვახსენე რა ჩვევებზე მაინტერესებს აი ხშირად მსმენია ხოლმე რომ აი თუ გინდა წარმატებას მიაღწიო უნდა მოიცილო ისეთი ჩვევები რომლებიც არ გეხმარება ამ გზაზე და უნდა შეისწავლო თუ აითვისო ის ჩვევები რომლებიც გეხმარებიან ამ წარმატების გზაზე შენ რა მეთოდს იყენებ ხოლმე რომ ასე ვთქვათ ცუდი ჩვევები გადადო გვერდზე და ადგე და ისაკეთო აი წერა რო თქვი რომ აი ეს ერთ კვირად ის გავაკეთე აი ჩვევების დამარცხებისთვის რამე გაქვს მეთოდი მე რო ეხა ისი არ გამოჩნდი რა ცოტა თემა არ ვარ არც რაღაცა მარტო ანუ არა ანუ რაღაცებს წვალობ ჩვეულებრივად რაღაცა გამომდის რაღაცა არა თავარი არის გზელვა და შეხედო შენ თავს რა ანუ ყოველთვის გიქნება ჩავარდნები და მაგ ჩავარდნებმა თუ გადააყოლე მთელი შენი გზელვადიანი წამოწყება არასდროს არაფერი არ გამოგივა რა ამიტომ ჩემთვის ეს რაღაცა ჩვევების ყველაზე შემაჯანჯღარებელი წიგნი ალბათ უმეტესობისთვის ჯეიმს კლირის ატომური ჩვევები იყო და პირდაპირ შემილია თქვა რომ ან მუშაობს ანუ პატარა ძალიან პატარა არა რა ქვია დიდი ძალისხმევის საჭიროების მქონე ზომებით რო დაიწყო მაგრამ უბრალოდ ტვინში რო გაიჯინო რომ ამას შენ ყოველდღიურად ან რაღაცა სიხშირით აკეთებ და უბრალოდ რუტინაში ჩაისვა მუშაობს მე ისე ეჩვევი რომ მე გადაგდის ჩვევაში და რაც შეეხება ცუდი ჩვევის ჩაგდებას ნუ მან გონია რომ ჩანაცვლების თემა არის რა ანუ ამის მაგივრად ამის მაგივრად ეს და ცნობიერად ყოფნა მათ შორის მე ყოველდღე ჩანაწერებს ვაკეთებ ცდილობ ოცხოში ყოველდღე გავაკეთო ჩანაწერები ჟურნალში და თქვა რა გავაკეთე როგორ გავაკეთე რა იყო დღეს რა ემოციური დატვირთვა მქონდა თვით რეფლექსიები მოკლედ ვაკეთო რომ ცნობიერი იყო რომ რავი დღეს ლევან მაგალითად რანაირად მოიქიცი რა ანუ რა ჭამე ან როდის გაიღვიძე ანუ ეს საკუთარ თავის დაკვირვება გაძლევს იმას რომ ხო არა დღეს არ ვიყავი მე ჩემი სიტყვა რა იმიტომ რომ მე ხო ვთქვი რომ ადრე ვიღვიძებ მე ხო ვთქვი რომ ამას ესე ვიკვებები მე ხო ვთქვი რომ ვარჯიშობ და ანუ ის თუ არ ვიყავი ჩემი სიტყვა და რასნაირი ესეთი მეგობრული ანგარიშვალდებულება შევიქმენი საკუთარ თავთან რა ვაუ საინტერესო მათ შორის საჯაროთაც გეხმარება რა ეხლა მაგალითად მე რომ აგერ ვიძახი რომ კვირაში სამჯერ ვარჯიშობ ხო ყველამ გაიგო რომ მე კვირაში სამჯერ ვარჯიშობ რა და ანგარიშვალდებული ვარ ეხლა მე იმიტომ რომ აბა მაშინ მე ტყუილა ვლაპარაკობ რა ხო, მაგრამ ნახე, ესეთი რაღაცაც ხო არის ხოლმე, რომ მაგალითად აი შენ მიზნებზე რო ლაპარაკობ, შენ რაღაცებს აი ტვინიო წინასწარ იღებსო დოფამინებსო და გიკლავს мотиваციას რომ მე გააკეთო, იმიტომ რომ მაგას გონია რომ უკვე შენ ეგ გაკეთებული გაქვს რა, აი დოფამინების ხო არის რაღაც ეგ ნაწილი და ეგ ხშირად мотиваციას არ გიკლავს ხოლმე? ნახე, კი და თან ამავდროულად მინდა იცი როგორ რაღაცებს თქვა რომ ანუ მიზნის დასახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა რომ შენ რაღაცა შუაში გაიჯინო მაგრამ ფიქრი არაფერს არ გშველის. მოკლედ ეს ანუ თუ მოქმედება მე მაგას არ მოყვა, დარჩება ნალაპარაკები. ამიტომ არ მინდა რომ მიზნის დასახვა გამოჩნდეს რომ პირიქით ვაიმე არ დაისახო მიზანი, იმიტომ რომ შეიძლება მე შენ თუ ის ეგონოს რომ გაკეთდა და არა პირიქით ძალიან კარგია თუ მიზნებს დავისახებ და შველის ეგ და ამავე დროს საქმე ლაპარაკის ნაცვლად თუ რაღაცა რო ვთქვა, ანუ ხო რავი თუ არის მოქმედი არ გამოვა. ეგ ილუზიაც არის რომ არაფერი თავის არ მოხდება რა. ამიტომ არ ვიცი, ვერ გეტყვი მაგაზე რომ მაგას იცი რა მაგ, აი ხა კაი კითხვა დასვი რა, ხშირად ვიკარგები ხოლმე ხედვაში. და მე იმიტომ რომ ეს ხედვა ეგეთი პერფექტ არ არის დღეს, იწვევს ჩემში პროკრასტინაციას და ხშირად ვაფიქსირებ ხოლმე რომ აი ლევან უბრალოდ ლაპარაკობ და არაფერს არ აკეთებ და მოდი აბა დაიწყე კეთება და მანდაც მე ის არის რა რომ პატარა ნაწილებად დაყავი აბა ეს ანუ მოკლედ ხედვა, სტრატეგია, გეგმა და თუდუები არის ძალიან კარგი კიბე რა რომ გააკეთო, იმიტომ რომ შენ ხედვა გჭირდება ყველა ვარიანტში გრძელვადიანი, სტრატეგია გინდა როგორ მიდიხარ ამ ხედვამდე, ტაქტიკები გინდა მე როგორ ასრულებ ამ სტრატეგიაზე, მე ტაქტიკების ყოველდღიურ ქმედებებში გადატანა გინდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნახე აი პოდკასტი რო ავიღოთ მაგალითად რა. thumbnail უნდა გააკეთო რა. უნდა ატვირთო. შეფთერებად უნდა დაყო. რუტინაა რა, მაგრამ გასაკეთებელი არის. კი, საბოლოო ჯამში სტუმარი და სტუმართან საუბარი და თემა და ეს დიალოგი არის კრიტიკული, თუმცა ეგეც შემადგენელი ნაწილია რა და ამიტომ რაღაცა ხომ მივხვდი რა ვთქვი, მაგის ნაწილებად დაშლა და მე მაგაზე საკუთარი თავთან დაკვირვება რომ აბა ესენი გავაკეთე, იმიტომ რომ ეგ არის რაც მე საბოლოო ჯამში მაგ გეგმას გასრულებინებს რა.
ნახე კიდევ რა მაინტერესებს ცხოვრებაში რა ხო არის ხოლმე ეს მომენტი რომ ბავშვობაში ხშირად ვოცნებობთ რომ აი მომავალში ეგეთი ცხოვრება მინდა ის ბიზნესი მექნება ის მექნება მაგრამ ნახე სად უჭედებით რეალურად მივდივარ სკოლაში, სწავლობთ. მე რა ხვდებით რომ, ოკეი, ხა სკოლაში ვარ და ვერაფერს ვერ ვიზამ, აი უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებ, მე ამეწყობა ცხოვრება, ვაბარებ უნივერსიტეტში. იქაც სწავლობ მეუნებიან აი 4 წელი ისწავლე, აიღებ დიპლომი, მე დავამთავრებ, მე მაგისტრატურაზე მივდივარ, მე აღმოჩნდება რომ ფული მჭირდება სამსახური უნდა დავიწყო, მე სამსახურში ვმუშაობ, გადის პერიოდი და აი სამსახურს რომ მორჩები ხა ფულს შევაგროვებ და მე დავიწყებ ცხოვრებას და გადის პერიოდი, გადიხარ პენსიაზე და მთელი ცხოვრება გავიდა. კი. აი, იცი რა მაინტერესებს, აი სად უნდა დავინახო ეგ ბარიერი და რა დროს უნდა შევძლო მაგის განგრევა, რომ გავხდე ის ადამიანი, ვინც აი ბავშვობაში მინდოდა. სად უნდა დავიწყო რა, ეგ მაგაზე ფიქრი და მუშაობა. გვიან არასდროს არ არის და რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უფრო კარგი იქნება რა. ანუ გვიან არასდროს არ არის, იმიტომ რომ არ ჩაიქნიო ხელი, ყოველთვის არის მაგის დრო რო დაიწყო და ეს დრო არის ყოველთვის ახლა. ანუ ხვალ არა, ახლა რაც არ უნდა იყოს. თუ გინდა რომ დაიწყე ახლა. თუ სხვა დრო არა გაქვს და თუ მსმენელი ხარ არ გადადო რა რაც უფრო მალე დაიწყებ მით უკეთესი ანუ ნახე ყოველთვის საკუთარი ბიზნესის თუ საგაზე ვლაპარაკობთ რა ან საკუთარი ოცნებისკენ სვლა ყველა ვარიანტში მოითხოვს რაღაცა მსხვერპლს რა ანუ რაღაცა უნდა დათმო იცი რა მახსენდება ნებისმიერი რამ შეგიძლია კონდეს დედამიწაზე რაც კი გინდა მაგრამ არა ყველაფერი რაც გინდა რა ანუ ეგეთი you can have anything you want but not everything you want რა ანუ 100%-იანი რაღაც არის ფოკუსი გჭირდება ყოველთ ეხლა მე ჩემ თავსაც ველაპარაკები მსმენელს არ ეგონოს რომ ჭკუას დიდაქტიურად გარი თან ვახსენებ რომ ყველაფერი რაც გინდა შეგიძლია ნებისმიერი რამ რაც გინდა შეგიძლია კონდეს მაგრამ არა ყველაფერი ამიტომ რაღაც არჩევას აკეთებ ფოკუსს აკეთებ და ყველაფერი სხვა დანარჩენზე არ ასიზახი მაშინ ანუ შენ თუ თან ხელფასი გინდა და თან ბიზნესი არ გამოვა ეგ საქმე. ანუ ბიზნესში ხელფასი არ აქვს. ბიზნესში შენ ხელფასებს სხვას უხდი და რო დარჩება მე ის არის შენი. ანუ რაც დარჩება, ანუ ეგრე არ არის, ჯერ მე ავიღე ფული და მე ეგრე არ არის. ხო, ამიტომ გადაწყვიტე შენ რომელი გინდა ხელფასი, რომელიც ყოველთვის სტაბილურად მოდის, კარიერა გაკვალულ გზაში კარიერა, იმიტომ რომ მე ცუდს არაფერს არ ხედავ მან რა, ანუ შეგიძლია კორპორაციული კარიერა არჩიო და მაგითი შეიძლება იგი იყოს შენი ოცნება, ხო, რაღაც მე მინდა დიდი კორპორაციის მართვა. ოკეი. ბიზნესში ეგ არ არის, ბიზნესში შენ ხელფასზე უარს იძახი. ბიზნესში შენ არა მარტო ხელფასზე იძახი უარს რა, ბიზნესში შენ ძალიან ბევრ რაღაცაზე იძახი უარს. დასაწყისში ავი, ეხა ხო ყველაფერს შენაკეთებ. ხო, ყველაფერს შენაკეთებ რა, ანუ გინდა არ გინდა. და ამიტომ რო დაუბრუნდეთ კითხვას, ავი, ახლა რა. როდის ახლა? საუკეთესო დრო არის ეხლა. სხვა დრო არა გაქვს. ნახე. გუშინ ხო წავიდა? ამას უზავ მაგას? ვერ. ხვალ? ჯერ არ სამდგარა. დროდის დგება? ახლა. ანუ ხვალ ხო, ანუ შენ ხვალ რო გაიღვიძებ. ხო, ახალი ხვალ გაქვს. ხო. და იმ კონკრეტულ მომენტში ახლა გაქვს. ანუ ქმედება საბოლოო ჯამში ერთადერთი ვარიანტი რომ შენ იმოქმედო არის ამ კონკრეტულ ერთ მომენტში. სხვა ვარიანტი შენ ვერ მოქმედებ. შეიძლება დაგეგმო მოქმედება, მაგრამ მოქმედებას ჩადიხარ მაინც იმ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ რავი, როდის ახლა რა? ხო. და მოქმედება შეიძლება ბევრი რამე იყოს, ნახე? გეგმის გაწერაც შეიძლება მოქმედების ნაწილი იყოს რა. შეიძლება მე არ ვიცი ვიღაცის ოცნება რა არის, მაგრამ მაგალითად თუ შენი ოცნება არის მარათონზე სირბილი, ხო? პირველ რიგში რაღაც დონეზე ალბათ რეგისტრირდები რა მარათონზე, ხო? ანუ იძახი რომ აი მე შემდეგი თბილისის მარათონზე დავრბივარ. ოკეი. და რეგისტრირდი. მე ალბათ რაღაც მომზადებას იწყებ, ხო? რაღაც სპორტული ფეხსაცმელი გინდა, ვარჯიში ტრენერი, არ ვიცი, რაღაცა ქმედებებია. მაგრამ იმ ყველაფერს აკეთებ ახლა რა. სანამ არ იწყებ, მანამდე ხო ვერ მიდიხარ. დავი კითხვაზე როდის არის მაგის დრო ახლა. ოკეი. აი ახლა ხო გისმენ რა და იცი რა მაინტერესებს? თქვენ რო პირველ პოდკასტს ჩაწერეთ. პოდკასტი დაიწყო თქვენი ეპიზოდი მაგით რომ всё, დღეით ეხა ვართ ბუნებრივებიო რა, ბუნებრივად უნდა ვიყოთო. მე მაქვს ეგ პრობლემა რა. იცი სად ვამოღამებ ხოლმე რეალურად თავიდან ძალიან აი 2018 წელს მოკლედ ვიდეოებს ვიღებ რა და თავიდან ძალიან მიჭირდა კამერასთან ლაპარაკის სცენაზე გამოსვლაზე ხო რას ამბობ აი ძალიან რთული იყო რა. მაგრამ რეალურად რაღაც ეტაპებზე გადავლახე ეს ყველაფერი, მაგრამ მე კამერასთან ლაპარაკი რაღაც შედარებით რო ვისწავლე
ეგეთ რაღაც აღმოაჩინე რომ ეხა სიტყვაზე ხალხი რომ გავიცნო და ისეთ სიტყვაზე სცენაზე მომიწიოს გასვლა ან რაღაც მომენტში უცებ გადამერთვება ხოლმე და ხშირად ხალხი მეუბნება ხოლმე რომ ისე შეგზავნა მქონდა თითქოს ვიდეოს უყურებდი და არა შენო და ეგ ერთმა რომ მითხრა ცოტა ისე ჩამრჩა რა და ვფიქრობდი სად უშვებ შეცდომას ანუ მე უკვე ვეღარ ხედავ რა დროს გადამერთვება მე და რა დროს გადამერთვება მე ვიდეო ანუ აი ეგ ბარიერი და თქვენ რო თქვით აი ბუნებრივი მინდა ვიყო შენ სად იჭერ ხოლმე იმას რომ აი ხა მე ბუნებრივი ვარ და ეხლა არ ვარ ბუნებრივი და როგორ აკონტროლებ მაგას თუ გიფიქრია მიფიქრია მაგაზე აუთენტური როდის ვარ ძალიან ხშირად ვფიქრობ მაგაზე და ცოტა ისეთი არის ესე ერთიანი პასუხი არ არის მაგაზე რა რასაც ლაპარაკობ მაგას ფიქრობ ანუ რომ აი კამერასთან რო გადიხარ, რასაც ლაპარაკობ, იმას ფიქრობ თუ იმას ლაპარაკობ, რაც გინდა რომ ხალხმა გაიგონოს. კარგი კითხვა. იმას ლაპარაკობ, რაც წინასწარ დავფიქრდი, რომ აი ეს მინდა ხალხთან მივიტანო. და ეგ როგორ თქვა? შენც ეგრე ფიქრობ? რომ იგივე თქვი? ხშირად იგივეს ვერ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ვირევი, ყველაფერი მავიწყდება და ეგ სხვა რამეა. ნახე, შენ რას გულისხმობ, იცი რომ მე და შენ რო ვივარჯიშოთ საჯარო გამოსვლაში, ეგ არ ნიშნავს რომ ავთენტურობას კარგავ. ნახე, პირდაპირ გეუბნები რა, სათქმელი ჯობია რომ თქვა ისტორიის მოყოლით. ანუ storytelling-ს თუ ისწავლი შენ და შენ სათქმელს თუ ააწყობ ისე როგორც კარგი და ჩამთრევი სტორიები იწყობა, ეგ არ ნიშნავს რომ შენ არა ავთენტური ხარ. ანუ შენ თუ რაღაც პირველ 3 წამში ჰუქს გააკეთებ, მერე გაატარებ რაღაცამ სტადიაში მსმენელს და ბოლოს რაღაცა კულმინაცია და call to action-საც მიაყოლებ, ეგ არ ნიშნავს რომ არა ავთენტური ხარ. არა ავთენტური მაშინ ხარ თუ ეგ ყველაფერი რაც თქვი მაგას არ ფიქრობ. და ტრენდულ თემა გააძრე უბრალოდ. ან წარმოდგენა არა გაქვს, უბრალოდ ვიღაცის დააკოპირე. ანუ რას გულისხმობ და აი მაგალითად რავი, ხო შეიძლება რომ ხა მე შევიდე, ალექს ჰორმოზის ვიდეოები ვნახო, რა პრობლემა არის, რა და რჩევა რომელიც 40 წლის ასაკში გავიგე და რაღაც 25-ის რო ყოფილიყავი კარგი იქნებოდა არის ის რო და თქვა ალექსმა რას თქვა ის. ოღონდ მე ამ დროს ეგ გამოვლილი არ მაქვს. არ ვიცი. ანუ მე არ შემიგზნი. მაშინ მე არა ავთენტური ვარ რა მანდ. მაგრამ მე შეიძლება თქვა რაღაცა და ხო რავი, ტყუილის არ მithქვია რა, ალბათ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ალბათ რა ვიცი სიმან. ხო მივხვდი რა გულს. მაგრამ ჩემი არ არის რა. შენია ეგ რჩევა. საკუთარ შვილსაც მიუტრიალდები? ანუ მაგას უფრო დააკვირდი, რამდენად შენ რასაც საუბრობ, რასაც იძახი და როგორც გამოხატავ თავს, ანუ გაბრაზებული ხარ და გაბრაზებას გამოხატავ თუ გაბრაზებული ხარ და სიხარულს გამოხატავ, ეგ არის არა ავთენტურობა. თუ გაბრაზებული ხარ, იყავი გაბრაზებული რა. და თუ გინდა რომ წიგნის წაკითხვა ურჩიო ხალხს, წიგნის წაკითხვა ურჩიე, მაგრამ შენ თუ წიგნის წაკითხვას ურჩევ იმ უნარჩვევების გამომუშავებით, რომელიც გეხმარება რომ სათქმელი კარგად თქვა პირიქით, კაცო, რა მაგაზე ყველა მივარჯიშეთ ხალხმა, ანუ საჯარო გამოსვლას ვარჯიში უნდა და ცოდნა უნდა, ეგრე არ არის რა. ძალიან საინტერესოა. მაგაზე ისე არასდროს მიფიქრია და აი ყოველთვის თუ რამე ისეთ მომენტს დავიჭერ ხოლმე, ყოველთვის მაგას ვკითხავ ჩემ თავს ხოლმე, რომ ეგ დავამუღამო რა. კაი, ეხა შენი ბექგრაუნდის თემასაც მინდა შევეხო რა. ძალიან დიდი გამოსვლება ჰქონდა კომპანიებში, რაც ვნახე, აი რა ძალიან ბევრ სფეროში იყავი, ძალიან ბევრ კომპანიებში და ძალიან დიდი გზა გავლილი და კომპანიებში CEO-ს გამოცდილებას ჰქონდა, ხო? CEO-ს ვიყავი, CFO-ს ვიყავი, მოადგილეს ვიყავი და შეუძლებელი რაღაცა მაღაზიის გამყიდველიც ვიყავი. და ნახე, რა გზა უნდა გავიარო მე დღეს, რომ აი ეს აი ნახე რეალურად ჩემ წარმოდგენაში რა არის, ხო? გავხდი მარკეტინგის მენეჯერი. ოკეი, რაღაც კარიერულ წინსვლა გავხდები მარკეტინგის უფროსი, გავხდი ფინანსების უფროსი, მაგრამ კომპანიის CEO როგორ უნდა გავხდი, რა გზა უნდა გავიარო მაგისთვის, რა თვისებები უნდა მქონდეს ეგეთი, რომ ერთ დღეს მეც გავხდი კომპანიის CEO, ანუ კომპანიის დამფუძნებელმა მითხრას, რომ ოკეი, შენი დახმარება მჭირდება და მოდი ესე ერთად გავაკეთოთ. ვა, ნახე ხა მაგას, რამდენად მაგიში მე კომპეტენტური ვარ, მაგრამ მე გეტყვი მე რა დამეხმარა რა. ხო. CEO ანუ ურთიერთობა არის მან თავარი ალბათ რაც შემოდის რა, ანუ რამდენად შენ შეგილია სხვადასხვა ეგოები, სხვადასხვა სურვილები, სხვადასხვა ამბიციები, სხვადასხვა მიზნები მოსმენა, გაგება და რაღაცნაირი საერთო მიზნისკენ შეტრიალება რა.
ფინანსები გეხმარება, მაგრამ ასევე გეხმარება ნებისმიერი სხვა ბიზნეს მიმართულება, რომელიც კარგად იცი რა, ანუ რაღაც ზონაზე კომპანიის ყველა კუთხე მეტნაკლებად უნდა გესმოდო, რომ ფინანსები იმიტომ გეხმარება მაგაში, რომ ფინანსურ დირექტორს ან ფინანსებში მომუშავე ადამიანს გინდა არ უნდა უწევს მაქსიმალურად ყველაფერთან შეხება რა, მაგალითად გალფში ფინანსური დირექტორი რო ვიყავი, მე მარკეტინგთანაც მომიწია შეხება, გაყიდვებთანაც, საოპერაციოსთანაც, ყველასთან გიწევს, იმიტომ რომ რავი, ყველა ბიუჯეტ, ყველაფერი საბოლოო ჯამში სადღაც ფულში ან აღრიცხვაში იყრის რა და გინდა არ გინდა ჩაიხედები და შესაბამისად ბოლოს აღმოაჩინე რომ რავი მე საწვავის ბიზნესში მეტნაკლებად ყველაფერში ვერ ვკვევი რა ექსპერტი შეიძლება ფინანსებში ვიყო მაგრამ ესე ყველაფერში ვერ ვკვევი რა რაღაც ზონეზე ხო და თითქოს და მზად ხარ რა თუ დააკვირდები CEO-ები ხდებიან ხოლმე ან CFO-ები ან Chief Operating Officer-ები რომლებიც საოპერაციო ნაწილში არიან მოკლედ აი რაც უფრო მეტად ჩახედული ხარ ბიზნესის არში, ეგ მით უფრო მეტად გეხმარება, რომ CEO იყო. ეს ჩემ გამოცდილებას გიზიარებ, მაგრამ ამავე დროს ეს ლიდერობის უნარები, რომელიც თავიდან ბოლომდე relationship based არის და საკუთარი თავის გაცნობიერება და საკუთარი თავის მართვით იწყება რა, ეგ ამბავი რა, ანუ შენ როგორ მართავ საკუთარ თავს და ახლობით მე ისეთი ლიდერი ხდები რა. და ეხლა ძალიან ბევრი მივედმოვედი, იმიტომ რომ მაგრჩევაზე არ მიფიქრე ეს არასდროს და ნუ ალბათ თუ გინდა მიზანს ისახავ რომ მე მინდა რომ საბოლოო ჯამში ტოპში ავიდე კორპორაციაში და ხო არჩიე კარგად შეისწავლებთ ეს კომპანია რა და ეგ ინდუსტრია და გადადე თავი თქვი რომ რა მე აქ უნდა ამაში უნდა გავხდე რაღაც ან საცალო ვაჭრობა რამეში დაფოკუსირდი და იმითი იწყებ რა და რაღაც ერთი პროფესიის თით იწყებ ალბათ რა მე მაინც ეგრე მგონია მიდებ მოდებამ შეიძლება არ გიშო შეიძლება პირიქით არ ვიცი ბევრი სხვა გზა შეიძლება იყოს მოკლედ მე ჩემი გზა გითხარი რა ჩემი გზა ეგეთი იყო ფინანსებში გადავარდი ფინანსების გზით თითქმის ბოლომდე რაღაცნაირად შევისწავლე ეგ ინდუსტრია მე ავედი CEO და მე გადავდე რომ არ მომწონდა ეგ ამბავი და წავედი სხვა ინდუსტრიაში რა და ლიდერშიპში ყველაზე მაგარი რჩევა რა გსმენია რაც შენ მაგრად აგეხმარა ავთენტურობა რაც გულისხმობ ავთენტურობაში გულახდილობა მოწყვლადობა გეშინია თქვი რომ გეშინია რა არ იცი თქვი რომ არ იცი დახმარება გინდა თქვი რომ დახმარება გინდა ავთენტურობა მოგწონს თქვი რომ მოგწონს არ მოგწონს თქვი რომ არ მოგწონს და პატივისცემა გამოიჩინე რა ანუ ისე მოიქეცი როგორც გინდა რომ შენ მოგექცენ რა ანუ შენ თუ გადაწყვიტავ რომ შეიძლება გაბრაზდე კაცო და უყვირო კიდევაც ადამიანს და რაღაც ისეთი რაღაც არ თქვა რასაც გულს ატკენ და ალბათ მაგას ვერ აცდები და იგი არ ნიშნავს იმას რომ შენ თუ ძალიან ნავარჯიშები ხარ თვითრეფლექსიაში ძალიან მალევე გამოუტრიალდე და თქვა რომ ეხა მე ხმას აუწიე და არ უნდა ამეწია ხმა შეიძლება მეორე დღეს ქნა შეიძლება ერთი კვირის მერე თქვა მაგრამ თქვი და შენ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღე ალბათ ანუ ავთენტურობის მერე შეიძლება ერთი და იგივეც იყოს სრული 100%-იანი პასუხისმგებლობა ყველაფერზე რასაც შენ აკეთებ და არ აკეთებ ანუ წარმოიდგინე ლიდერი რომელიც სულ ყოველთვის მიზეზი მოყავს რატო ვერ გააკეთე ის რაც უნდა გაეკეთებინა რამდენად თამაგონებელი ლიდერი არის შენთვის ეგ და მეორე მხრივ ლიდერი რომელიც იზახის ხო რავი გაწვიმდა ვერ გავაკეთეთ მაგრამ ვერ გავაკეთეთ რა იმიტომ კი რომ გაწვიმდა იმიტომ რომ არ ვიყავ იმ ზათ წვიმაში მეკეთებინა მაგალითად ხო შეიძლება ისეთი მეტაფორა არის მაგრამ რავი ხშირ დამფუძნებელი იყო და CEO აიყვანო და ვიცი რა რავი ვერ დავწერე ხა ეს ბიუჯეტი ვერ შევასრულე იმიტომ რომ წვიმდა რავი დაჭიქი მომზადე წვიმისთვის რა ხო ეგ არის და ეგ 100%-იანი პასუხისმგებლობის აღების ძალა სად უნდა ვიპოვო შიგნით სხვაგან ყველაფერი შიგნით არ გაქვს არაფერი გარეთ არ გაქვს შიგნით ანუ შენ უნდა იყო მზად რომ შენ ქმედებებზე და შენ ცხოვრებაზე და შენ სიტყვებზე და შესაბამისად მე რახან ლიდერი ხარ სხვების პერფორმანსებს და ქმედებაზეც შენ აიყო პასუხისმგებლობა რა ანუ ჩემი გუნდის წევრი თუ არ არის შეკავშირებული ხედვასთან, მიზანთან, სტრატეგიასთან და არ არის მოტივირებული და არ გააჩნია საკმარისი უნარები იმისთვის, რომ საქმე აკეთოს,
მე შემიძლია ვაბრალო რომ არ ვარგა ეს ხალხი აღარ უნდა თამათ მუშაობა, შემიძლია ვთქვა რომ ოკეი, მე რა შემიძლია გავაკეთო მაგისთვის რა, ტრენინგი დავაკელი, საუბარი დავაკელი, რეკრუტმენტში ხوار შემეშალა, იმიტომ რომ ეგ ადამიანი თავისით ხوار შემოხდა შენ ორგანიზაციაში რაღაცნაირად ხო აღმოჩნდა. ანუ რაღაცა წვრილი შენ არ მიგიძღვის საერთოდ არაფერში, თუ არ მიგიძღვის, მაშინ რანაირი ლიდერი ხარ, ანუ რა რასაკეთებ, აბა. ეგ ხო რაღაცნაირი ცოტა ლოგიკური ჯაჭვი დაირღვევა რა, ანუ მე თუ თითი გარეთ გავიშვირე, ნიშნავს რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული. და თუ ჩემზე არ არის დამოკიდებული და არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია რომ რასა შევცვალო, მაშინ რავი ხა მაგას უნდა ხო მაგის მიუხედავად რა შვები მაშინ რა, იმიტომ რომ იგრე შორს მეწახო. ჩემი გამოცდილებით მოკლედ მე არასდროს არ დამხმარებია თითის გაშვერა რა. არასოდეს. ალბათ რომ დაუბრუნდეთ იმ კითხვას ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ რაც შეიძლება რომ ლიდერმა აკეთო არის ის რომ პასუხისმგებლობის აღება ისწავლო. ალბათ ეგ უფრო ვიდრე ლაპარაკი. აი ხა კაი რამე წამოიღე რა, ალბათ ეგ. ისე ეგ დროს მოაქვს? არა, არ ვამგონია. გააჩნია რა. გაცნობიერება ჭირდება მაგას და რაღაც არის არჩევანი არის რა. ახე საბოლოო ჯამში შენ ხო ძალიან ბევრ რამეს ვერ აკონტროლებ. მეცაც გეტყვი, უამრავ რამეს ვერ აკონტროლებ და ძალიან ცოტა რამეს აკონტროლებ. და ამავე დროს არ ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს შენ ცხოვრებაზე. თუ შენ შეგიძლია იყო მსხვერპლი, შეგიძლია იყო ლიდერი რა. ანუ ეგ შენი არჩევანი არის. ნებისმიერ სიტუაციას მე აგიხწერ. აი ნებისმიერ სიტუაცია მომყარე მაგალითად მე შემიძლია მოგიყვე ლიდერის პოზიციიდან და შემიძლია მოგიყვე მსხვერპლის პოზიციიდან. მე შემიძლია მოგიყვე ისტორია. მე თანამშრომლები არ მიჯერებენ. ვერ გაიგე სტრატეგია რომ მაგარია. არ აკეთებენ თავიანთ საქმეს. არ ვარგიან ეგრე. მეორე ვარიანტი. მე ვერ გავაგებინე და ვერ შემოვიერთე ხალხის სტრატეგიაში. ვერ აღწერე სტრატეგია რატო არის კარგი და რატო არის ცუდი. არ მოვისმინე სხვების და მაგათი ინფუტი არ შემოვიტანე. და აქედან გამომდინარე არ აქვს პერფორმანსი. ერთი და იგივე მოვლენა აღწერე ორ სხვადასხვა. ეგ შენი არჩევანია მაგას როგორ აქვს, იმიტომ რომ ერთშიც და მეორეშიც სიმართლის რაღაცა დატავალი ყველა ვარიანტში არის რა. ვა, და როგორ უნდა გადმოცეგ ჩემი იდეა სტრატეგიან, ასე ვთქვათ, აი რაღაც იდეა მაქვს ხო და მინდა რომ ჩემ გუნდს გაუზიარო რომ ყველა ერთად დავიწყოთ მუშაობა მაგაზე რომ ის ცეცხლი რაც ჩემში არის მაგათშიც გადავიდეს. აი ეგ იდეის გადაცემა როგორ ხდება სწორად? არ ვარ მაგის ექსპერტი, მაგრამ რაც გამოცდილება მქონია, რაც ვარ მეტად ავთენტური, გულახთილი და ანთებული ხარ შენ, სიტყვებს არ აქვს, მაგრამ მნიშვნელობა რამდენადაც შენ ყოფას და შენ ამ ყველაფერს როგორი ახტაცებით, აღტკინებით და მონდომებით მაშვები. და მე ადამიანებს რაღაცნაირად შთაგონება მოძდით და უნდებათ რა ამ საქმეში. ზოგ შეიძლება არ მოუნდეს და ეხლა არაფერი მაგაში ცუდი არ არის და ეგ ამბავი და მე რამდენად შენ მზად ხარ რომ ასევე მათაც მოусმინო რა, იმიტომ რომ ამ ყველა ადამიანს რა ხო საბოლოო ჯამში არავინ შენი ოცნებისთვის არ უნდა მუშაობა რა, ყველა რაღაცნაირ თავისი ოცნება აქვს, ხო? და ამ შენ ხედვაში შენ თუ სხვისი ოცნება ჩასვი ან დაეხმარე ან ერთად დაჯექით და აღმოაჩინეთ გზა თუ როგორ შეიძლება რომ მე ჩემი ოცნება შენ ოცნებას დავაკავშირო, აღარაფერი აღარ მინდა მოყვები რა, იმიტომ ჩემი ოცნების ასრულებისთვის მოვდივარ მე. და შენი ოცნების ასასრულებლად რამდენი ხანი უნდა ვიარო? ვიხდი? ეგ არის კლასიკური დაქირავებული საფანგი და ამავე დროს შენ თუ შენი საკუთარი ოცნება არ დააკავშირე შენ საკუთარ სამსახურს, ხალისი დიდად არ გიქნება, დიდი ხანი არ გაყვება. ეგ ცოტა უფრო ისეთი ბუნებრივი მოვლენა არის. ამიტომ ხო პასუხი იმაზე როგორ დავაკავშირო, ალბათ მისი ოცნება გაიგო ჯერ არის. ალბათ რა. მაგის გაგება რთული არ იქნება. არა, კითხე პირდაპირ რა. რატო არ რთული? რა არის შენი ოცნება? ჩემი ოცნება ერთ დღეს გავხდე ფინანსურად ისე დამოუკიდებლ ფინანსური თავისუფლება რა. პირველი რისთვის გინდა ეგ? ფინანსური თავისუფლება რისთვის მინდა? იმისათვის რომ ჩემი ცხოვრება და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება უკეთეს ადგილად მოქციო. მაგარი, რისთვის გინდა? ეგ რისთვის მინდა? ეგ იმიტომ მინდა რომ ალბათ გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რასაც შეიძლება ადრე ვერ ვაკეთებდით. ბრებ. რა მაგალითად
მუდმივად მოგზაურობა, რაღაც სხვადასხვა. რა ხედავ, რაღაც დონეზე შენ ოცნებებს შემოვედი რა, მოგზაურობა გიყვარს, ფინანსური თავისუფლება და დამოუკიდებლობა გინდა, აშკარად შენ გარშემოყოფებზე და შენ ახლობლებზე და მეგობრებზე დარდობ ზრუნავ და გინდა რომ მათაც გაუმჯობესო ცხოვრება. მეც მინდა ეგ არა, რაღაც არის გავს ჩვენი ოცნებები რა. როგორ გინდა რომ მაგ მიაღწიო? ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორ ხედვა, რა ხედვა გაქვს? ვაკეთო ძალიან ბევრი საქმე, რომელიც ასე ვთქვათ, სიამოვნებას მაიჭებს, სხვებსაც დაეხმარება და რა განიჭებს სიამოვნებას? სიამოვნებას მაიჭებს სხვების დახმარება. კაი, როგორ რა მეთოდით გინდა რომ დახმარება გაუწიო? რა მეთოდით და ეგ მომენტი მქონდა ბავშვობაში რომ დავიწყე ბიზნეს ლიტერატურის კითხვა, მქონდა რომ მინდა წავიკითხე ეგეთი ფრაზა რომ იპოვე ადამიანი, ვინც უკვე იმას მიაღწია, ის მიღწევა ჩვენ გინდაო. ვინ არის ეგეთი? და იმ მომენტში არავინ არ იყო ეგეთი. ნახე, რატო გეკითხები ხო მივხვდი მაგას, ანუ შენ და მეც ეხა ეს თუ არ დავასტრუქტურირეთ და მე არ გავაკეთე არჩევი რომ ოკეი, მოდი მე ამაში ვაკეთებ ამას რაღაც განათლების ინდუსტრიით, პირობითად ვიძახი. განათლების ინდუსტრიაში ვაკეთებ პოდკასტს, ვაკეთებ ლექციას, არ ვიცი, რაღაცებს რა. რაღაცნაირი ხედვა გავაკეთე და წარმოგიდგინე, მოვედი რომ აი მე რას ვაშენებ, იცი მე ვაშენებ აი პლატფორმას, ესეც რომლის მისია იქნება რომ ხალხს რაღაცა დაეხმაროს თავის პოტენციალის გამოფრქვევაში და აი ესე ვაკეთებ. და გინდა შენ ადამიანებს პოტენციალში დაეხმარო. კი, შენ რა ოცნება გეს, აი ნახე, აი ესე შენ ოცნებასაც მიხვდი რას ვიზახ, ანუ დავაკავშიროთ ერთმანეთს რა ესენი, მაგრამ მაგისთვის აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და მე უნდა გაგიზიარო თან. თუ მე თუ შენ არ გაგიზიარე, ჩემი ხედვა, ჩემი ოცნებები, ჩემი ტკივილები და ჩემი შიშები, შენ რამდენად ზათ იქნები რომ ეგ მოწყვლადობა გამოიჩინო და მეც გამიზიარო ეგ. და აქედან ნახე ლიდერის პოზიციაზე რომ მე ვიწყებ ავთენტურობით, მე ვიწყებ ჩემი მოწყვლადობით, მე ვიწყებ ჩემი ხედვებით, ჩემი ოცნებებით და მე შენ შემოგიერთებ რომ შენც გამიზიარე და მე თუ გადაკვეთავ ნახეთ ეგ არის, მე აღარ უნდა ბევრი არაფერი. რა მე პასუხისგებლობა და კომიტმენტი ჭირდება მარტო. მოდი პირობა დავდეთ რომ ამას ვაკეთებთ. წავედი. უფრო ადვილი არის თქმა ვიდრე გაკეთება. დისკლეიმერი, მაგრამ ნუ თეორია ეგ არის რა. და რაღაცებში გამომსვლია, რაღაცებში არა, მაგრამ რამდენი მაგ ნაწილში ვიყავი, ეგ გამოდის. და ეგ მინიმუმებად უნდა დაყო რა, ანუ ეგ ერთჯერადი საქმე არ არის რა, ყოველ დღე მოგიწევს დაახლოებით მაგდაგვარი რაღაცების კეთება რა. პროცესია, რომელიც დასაწერი იქნება ორგანიზაციაში, იმ პროცესას თავის საბოლოო ხედვა აქვს და წარმოიდგინე დღე, როდესაც ჩეკლისტი არის გამზადებული და ყველამ ვიცით რა როგორ უნდა გავაკეთოთ, ან ეს საქმე რა როგორ უნდა გაკეთდეს და ყველაფერი საათივით აწყობილია. ხო მაგარია და ქაოსი რო არ აქვს შენ სამუშაო გარემოში კი, აი მოდი ეხა პროცესი გავწეროთ რა მაგისთვის რა, მივხვდი რა თქვი, მაგრამ ხედვა ყველაფერს აქვს, ანუ ის რისთვისაც მივიღწვით ის ყველაფერს აქვს და ეგ რაღაც დონეზე მინი ოცნებად შეიძლება იყოს არა? ანუ იდეაში მთავარი მაინც არის რომ რაღაცნაირად შენ ისწავლო, შენი მისია და ეგ შენი ხედვა სწორად გადმოცე და თან დაინახო. დააკონკრეტო და დაინახო. სწორად რას ნიშნავს? უბრალოდ დააკონკრეტე და დაინახე, დამანახე. მაგალითს ვეძებ რა. აღწერით რომ დავინახო რა სადმე პატიჟები რომ დავინახო. ანუ მაგალითად მასკს რომ ხო ანუ ადამიანები არიან მულტიპლანეტარული არსებები და ჩვენ მარსზე გვაქვს კოლონია. ხედვაა რა, ანუ მარსზე გაქვს კოლონია რა და შენ თუ რაღაცა დონეზე უდნავი მაინც ინგლისურ სიტყვას ვიხმარ, ის excitement-ი არ ვიცი რა ქვია მაგას ქართულად ეს აღტაცება მოაქვს შენში კოსმოსურ მოგზაურობას. აუ რა, ავი წესით გინდა რა მაგ საქმეში ყოფნა რა. წესით არ ვიცი, ხო? მაგრამ თუ არა რა, არ მოგინდება რა, მაგრამ შეიძლება შენი ოცნება იყოს, რავი, ინჟინერიაში გინდა რაღაცა მიაღწიო და დროებით SpaceX-ი მაგარი ადგილი შეიძლება იყოს. შეიძლება ოცნება იყოს შენი ფიზიკა და მიხვდი? მაგრამ არ ნიშნავს რომ შენ ვერ გამონახავ კავშირს. ყველას მაინც ვერ მოეწონები რა, ვიღაცები იქნებიან, ვინც შეუძლებელია, რატო უნდა მოეწონა ყველას? რანაირი ამოცანა ყველას რომ მოეწონა? ნუ იდეაში ხო თავიდან ეგრე იწყება ყველაფერი, რომ იყო კარგი ტიპი, მაშინ ყველას უნდა მოწონდე. რას ნიშნავს კაი ტიპი? რომ ყველას ეხმარება. მაინც არ მოეწონები ყველას. ხო, ეგაა საქმე. მინიმუმ სოციალური ქსელები ამტკიცებენ მაგას. რა კარგი ვიდეოც არ უნდა დადო, ვიღაცა იქნება, ვინც იტყვის რა გადაგა. რას ნიშნავს რა? შეფასება ხო სუბიექტური გაქვს შენ რა. კარგი როცა ვიღაცას ეხმარები მაგალითად. ხო, მაგრამ ის ვიღაცა თუ მე არ მომწონს
და შენ ეხმარები. მე ხომ მაგას როგორ დახმარებათ არ აგვიქვა. მე ხომ იმიტომ ყველა ვარიანტი ნახე უმარტივესი მაგალითი. სპორტი გიოსება? რა სპორტი გიოსება? ფეხბურთი. ვის გულს შემატკივრობ? საქართველოს რა თქმა უნდა. გერმანელი დაეხმარა გერმანიის ნაკრებს. შენ ხო არ მოგწონს ეგ რო დაეხმარა? ხო, რა ვიცი. ანუ ცოტა ზეთხედურად რავი ადამიანს დაეხმიხთ. ხო, ხო. შეიძლება ცუდი მაგალითი მოიყვანე, მაგრამ ანუ ყველას მოეწონო არის ისეთი утоპიური მიზანი და ისეთი კონტრპროდუქტიული მიზანი, რომ როგორც კი მოინდომებ, რომ ყველას მოეწონო, არავის არ მოეწონებს. იმიტომ რომ ყველაზე არა ავთენტური იქნები, რაც კი შეიძლება რომ იყო. ერთადერთი გზა, რომ შენ მიაღწიო იმას, რაც გინდა იყო შენი თავი. მაგაში ხარ აბსოლუტურად უნიკალური. ვერავინ კონკურენციას ვერ გაგიწევს მაგაში მეშო. ვერავინ. შენ თავად ყოფნაში ვერავინ კონკურენციას ვერ გაგიწევს. ყველაზე რთული ეგ არის. ეგ არის რასაც ჩათვალე რომ ჩემი ყველაზე დიდი ჩელენჯი დღეს არის, ეგ რომ როგორ ვიყო ავთენტური. მაქსიმალურად სულ ყველგან. და აი გუნდში როგორ ცელდება მაშინ ეგ ყველაფერი, ანუ თუ მე გუნდში ყველას არ მოუწონო არ, მაშინ კარგი ლიდერი ვარ? ანუ როგორც კი შენ ცდილობ რომ ვიღაცას მოეწონო და არ ცდილობ რომ ის გახადო საუკეთესო ვარიანტი თავის ცუდი ლიდერი ხარ უკვე. მაგალითი თუ შვილს მოუნდება შაქრის კანფეტების შოკოლადების ჭამა რა. შენ თუ მისთვის კარგი გინდა, შენი ამოცანაა რომ რაღაცნაირად ეგ ისეთი ჩვევა დაალაგო, რომ ბავშვს ან დიაბეტი არ დაემართოს, ან obesity-ში არ წავიდეს და რაღაც ვარჯიში. ეგენი არაფერი სასიამოვნო არ არის. ანუ არანაირად არ იქნები შენ მოსაწონი ტიპი, როდესაც დილის 7 საათზე წავედი, ვირბინებ ხა. ან რავი, მიდი, ბოლო აწევა, გტკივა არა უშავს, აწიე. არავის არ მოწონ ხარ მაგ დროს. მაგრამ რომელი გიჩვენია, მიხვდი რა საკეთებ? ანუ ჩემი საუკეთესო პოტენციალის და საუკეთესო ვერსიის გამოთლაში მეხმარები, თუ ჩემი ტახტზე წამოწოლაში, თუ ნაცარქექიობაში მეხმარები, დამეხმარე, მაგრამ რავი, ხო, არა, არ არის, ეგ არ მინდა მე რა. საინტერესოა. იცი რა მაინტერესებს? შენ ადრე ახსენე რომ ერთ პოდკასტში რომ Porsche ვიყიდეო. მე გავყიდეო და ეხლა როგორც ვარო, კარგად ვარო რა, ანუ ხო, ის იყო, ცოტა პოდკასტს რო უსმინოთ სრული კონტექსტი, ისი თქმა მინდოდა იყო ის, რომ სხვისი მოწონების ამბავია იგეც რა. ანუ გარე ვალიდაციის საკუთარი თვით გამოხატვის, მე არ ვიძახი რომ Porsche ცუდია, ძალიან მევასება და კიდევ ვიყიდი. მოვადრო, მექნება მაგის ფინანსური საშუალება და აუცილებლად ვიყიდი რა. მაგას საუბარია, მე მიყვარს, აი მანქანები მიყვარს, აი ჩაცმა, ბრენდებიც მიყვარს, საერთოდ პრობლემა არ აქვს მაგაზე. და ამავდროულად ეგ არ არის, ეგ არაფერს არ მატებს ჩემ პიროვნებას. ანუ ისი თქმა მინდა რომ პირველი ქონება თუ გმართავს შენ უკვე პრობლემაა რა. ანუ მოდი ჟარგონს ვუყარ, თუ ტრაკი არა გაქვს, არ უნდა იყიდო რა და ტრაკი არა გაქვს ნიშნავს რომ ესეთი ფრაზა არის, ორის ყიდვა შეგიძლია? ან ხო, ანუ რო გაგიტყდეს, თუ გადაყევი, არ იყიდო რა. ნუ ნივთია რა, ნივთმა თუ ეგრე გადაგიყოლა, ეგ უკვე მე პატრონი ვინ არის და ნივთი ვინ არის კიდე საკითხავი არის, მიხვდი? ანუ და მე ეგ მომივიდა რა, ანუ მე ვიყიდე Porsche და აღმოაჩინე რომ მე ცოტა სხვანაირად მეგონა რომ ჩემი ფინანსები მოეწყობოდა თუ მოვაწყობდი და აი გამიჭირდა რა შენახვა ელემენტარულად, ანუ ზვირი მოსახმარი არის, ანუ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების მანქანა არის და აღმოჩენა რა იყო რომ ერთი მე თურმე არ ვიცოდი კარგად როგორ უნდა მემართა ჩემი შემოსავალი და დანაზოგი და ფული და მეორე რაც აღმოაჩინე არის რომ Porsche-ზე რო ვიჯექი და ეხა რომ Mazda-ზე ვზივარ, არაფერი შენ იმის დამოკიდებულებაში ჩემი მართ არ შეიცვალა. მიხვდი? ხო. შეიძლება ვიღაცა მიფიქრა რომ ეს ცოტა უფრო ფულიანია, იმიტომ Porsche ყავს, მაგრამ მას ჩემი ფული უფრო აინტერესებს ვიდრე მე. ანუ ეგ ხო არ ნიშნავს იმას რომ მე მოვეწონე. მიხვდი რა ვთქვი? და იმ წიგში რაიდანაც მომყავდა ეგ მაგალითი ზუსტად ეგ ამბავია რა, ანუ მორგან ჰაუზელი მაგას იძახის რომ ჩვენ რო საბოლოო ჯამში ვიღაცის მანქანას, ჩაცმას და მატერიალურ დოვლათს ხედავთ, ჩვენ ის მატერიალური დოვლათი უფრო მოგწონს და გვინდა, ვიდრე თვითონ ის ადამიანი რა. იმიტომ რომ ჩვენ რაღაც დონეზე
გარეწარის დოვლათიც მოგწოს. მიხვდი რას გულის, ხო? ანუ ფერარით რო ვიღაცა გარეწარი მოვა, ის გარეწარს კარგს არ გახდის ის ფერარი, მაგრამ მე ის ფერარს თვალს მაინც გავაყოლებ. ანუ ეგ ამბავი უფრო არის რა და ხო, რავი, ეხა მაზდა მყავს და ძალიან კარგად ხვალ რა. და რა იცი რას გულის, ხო, რომ ორი შვილი უკანა სკამზე ქარსითებში უფრო პრაქტიკული არის მაგ კუთხით. არ ვიცი, ძალიან ალბათ ძალიან მატერიალურად ძალიან შეძლებული უნდა იყო და ეგეთი არ ვარ და არ ვიცი ვიყავი რომ პორშეში უკანა სკამებზე რა მოხდებოდა ერთი მაგისის რა. არა, ნუ რა შეწუხდები რა, ვაიმე დეთე ეს სკამი გაფუჭდა და ქარსით მარო ნახე რომ ლაქა დაატყო, გინდა არ გინდა რა. მაგას ქვია რა, უკაცრავად და ტრაკირო არა გაქვს დავი გაანებე რა. ისე მაგაზე კარგად გაქვს ნაფიქრი რა და იცი რა, ზოგადად ისეთი კითხვა მექნება რა. მაგრამ მაინც გიკითხავ, წარმოვიდგინე წიგნს წერა, როგორ ვიყიდოთ Porsche ერთ თვეში. რა იქნებოდა პირველი თავის სათაური და რა იქნებოდა ბოლო თავის სათაური? რა, უცნაური კითხვა დამის. როგორ ვიყიდოთ Porsche ერთ ჯერით არ ვიცი როგორ უნდა იყიდო Porsche ერთ თვეში რა. მაგრამ ალბათ პირველი სათაურიც იქნებოდა რომ არაფერს არ მოგიტანს ეგ. სიღრმისეულად რო შეხადავ ანუ სულში ბოლომდე მე არ ვიძახი რომ არ მოგიტანს მატერიალურად რაღაცას და არ მოგიტანს გარე ვალიდაციას ან არ მოგიტანს რაღაცა დროებით ვაუ პოშკი მანქანები თუ მოგწონს როგორ არა ვის არის რა შეიძლება ის შენი აზარტია ეგა და იქ რა შეიძლება პორშემაც მოგიტანოს და შეიძლება რაღაცა სხვა სპორტულ მანქანას მაგას არ გულისხმობ რა სიღრმისეულად სულს არაფერს არ შემატებს ეგ ანუ fulfillment-ი რასაც ქვია მაგას არ მოაქვს ძალიან მალე მოგინდება სხვა Porsche ან სხვა Ferrari ძალიან მალე ისე მალე შეეჩვევი მაგ მანქანას რომ აგითხრა ყველაფერს ეგრე მალე ეჩვევი ყველა მატერიალურ რაღაცას ეჩვევი ძალიან მალე იმიტომ არის რომ ეს ისევ მორგან ჰაუზელის იმას გამოვიყენე ფულის ფსიქოლოგიაში თუ შენ არ გამოიმუშავე უნარი რო თქვა საკმარისია მანამდე შენ ყოველთვის იქნები მონა მატერიალური ნივთების იმიტომ რომ არასოდეს ბოლო არა აქვს და მაგალითი რო აიღო შეხედე ბანკირი რომელიც წელიწადში $9,000,000 გამოიმუშავებს მე და შენ უყურებთ მაგას და აუ მაგარია ხო იმას ყავს უფროსი რომელიც წელიწადში $2-3 გამოიმუშავებს ვიღაცები არის რომელსაც წელიწადში 10-20 მილიონს გამოიმუშავებ და ვიღაცები არის რომელიც ისე თანხებზე ლაპარაკობენ რომ საერთოდ და ანუ დაუსრულებელი არის რა და შენ თუ ყველა ჯერზე ეს goalpost ქვია ინგლისურად ანუ ეს რაღაცა მატერიალური მიზანი გაზარდე სუმაგის დევნაში იქნები რა და ბოლოს მოვკვდები და რა მე მაგით ვერ წაიღებ ერაფერს და ანუ რას გულისხმობ იცი რომ მაგარია დავა იყიდე Porsche ერთ თვეში პირიქით მაგრად გიგულ შემატკივრებ და ამავე დროს იცოდე რომ ეგ ის არ არის რასაც დაძდევ რა და ბოლო თავი იქნება ალბათ ხო გითხარ ანუ რაღაც დონეზე ეგ იქნება ისე ვიხუმრე რა მაგრამ პირიქით აი არ მინდა რომ არასწორად არ მინდა რომ გამიგოთ მაგარია მოდი გქონდეს ყველას იმის საშუალება რომ ვიყიდოთ Porsche-ები და ამავე დროს გვესმოდეს რომ ეგ არ არის რასაც დავსდევთ ვა ესეთი ფრაზა არსებობს რა მითხარი ვინ არის შენი ხუთ მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ კი შენი აზრით რა თვისებები აქვთ შენ გარშემო მყოფ ადამიანებს რამაც შენ გაგხადა მიზანდასახულობა ანუ მე მაგ ხშირად ვიძახდი ხოლმე ჩვენი მეგობრები რა რომ როგორ დავეხმარეთ ერთმანეთს იმაში რომ წინ წავწეულიყავით იმიტომ რომ აი ერთმანეთის წარმატებას რომ მოგდიოდა გვიხაროდა გულით და რაღაც დონეზე მეც მინდოდა რა და რაღაცნაირად ერთმანეთს ავწიეთ სავით რა და მაგიტომაც არის ეგ ფრაზა ნუ შენი სამეგობრო თუ ყოველდღე ჯიმში დადის არ არსებობს რომ შენ ჯიმში სიარული არ დაიწყო აი ძალიან გაგიჭირდება რა და შენი ყველა მეგობარი თუ ყოველდღე Netflix-ებს უზის და საერთოდ არ ლაპარაკობს არც კარიერაზე არც ფულზე არც ბიზნესზე შენს არის ლაპარაკებ რა ან მოგიწევს რომ მარტო იყო მიხვდი რატო თქვი ანუ ხო რავი ხო შენი ხუთი მეგობარი მან ნახე და გეტყვი რა შენ ვიხარ რა
და ეგ გარემო, ანუ შენ ფოკუსირებულად ეგეთი გარემო ეძებდი თავიდანვე ეგეთი ყავდა და თუ როგორ ჩამოგიყავდა? ქვეცნობიერად გაურბოდი რაღაცა გარემოს და მოკლედ უნივერსიტეტში ჩამომიყალიბდი და კავკასიის ბიზნეს სკოლაში აღმოჩნდა ალბათ ანუ ეგ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ალბათ შეიძლება ეგ იყო ერთ-ერთი იყო რომ ანუ საოცარი წრე ჩამოყალიბდით კავკასიის ბიზნეს სკოლაში ჩამოყალიბდით ხალხი რომელიც თვით განვითარებას უბერავთ რა და ანუ ეგ გვექულება რა და ურთიერთობა გვექულება და ოჯახი და კაი მამობა და კაი მეუღლეო ეგ გვექულება მაგაში ვეჯიბრებით რა ერთმანეთს და იხა ბოლო დროს ვარჯიშში მოხდა იგივე რა ანუ რო გადახედო ჩვენ სამეგობროს ვიღაცა ემა დაიწყეს და აყოლა წავიდა და აი ხა მეც და ვაიმე და შენს და აუ რა მაგარია ვარჯო და ხება ჩემ მეგობარის ვნახე იქ რომ ისიც მივიდა ჯიმში და აუ მაგარია და ანუ ხო რა რაღაცა ცოტა კაი გაგებით ფუშინგი ერთმანეთის რომ მიდი რა შეგილია და გაარღვიე და ერთმანეთს ვეხმარები და ეგ რა ანუ მე თვითონ ავარჩიე ყოველ შემთხვევაში ჭკუა ვიხმარე და დავრჩი მაგ წრეში თუ დავდაპირულად მე არ ამირჩევია და თავზე დამეცა ყოველ შემთხვევაში არ გავექეცი რა თორე ცუნება გარშემო უამრავი იყო რა 90-იანებში ვიზდებოდი რა ვიცი რა 1000-ის სხვა გზა იყო რომელიც ჩემელო ამერჩია რა ისე შენ დაკვირვებით რა მაინტერესებს თუ დაკვირვები ხარ მაგაზე და გიფიქრაი ძალიან ხშირა ხოლმე წარმატების გზაზე რა ადამიანები მიდიან ძალიან ბევრ ცდილობენ ბევრ საქმეს ცდიან და საბოლოოდ აი შეიძლება 10 წელი გავიდეს მაგრამ შედეგებს ვერ ნახულობენ და ეკარგებათ мотиваცია ხო ყველაფერი გავაკეთე აი რატო ვერ მივახციე წარმატება შენ ეს ხშირი შეცდომა მანდ რა არის ხოლმე პირველი რაც მინდა რომ ყველა დაფიქრდეს პირველ რიგში სანამ წარმატების გზას დაადგება არის რომ წარმატება რა არის რაღაცებს ვიღებთ როგორც მოცემულობად ისე რომ არ ვსვავთ კითხვას რომ კი მაგრამ მე ეგრე მგონია რომ ეგაა წარმატება ანუ ფულია რამდენი თუ შენ თუ არ დასახე შენი კრიტერიუმი თუ არ შექმენი წარმატების მაშინ ვიღაც სხვის კრიტერიუმს დასდებ და არ იქნება სასიამოვნო მოგზაურობა ეგ ერთი მარტო მაქედან გამომდინარე მე შენ შეძლებ რომ დააკეთო რეფლექსია იმაზე რომ ოკეი მე თუ ჩემი წარმატების თან მე კატეგორიებია ხო სად წარმატება ანუ ბიზნესში წარმატება ოჯახში წარმატება არ არის წარმატება ანუ რიგ რა არის კარგი ანუ ოჯახი ხომ მივხვდი რა ცხოვრება რას გულისხმობ მაგრამ დავუყვათ მოდი გავამარტივოთ ბიზნესში წარმატება ავიღოთ ხო თქვა თან კარიერაში რა არის წარმატება თუ შენ კორპორატიული სამყაროში გინდა რომ იმოგზაურო და თუ შენ გინდა რომ დიდი კორპორაციის CEO გახდე ვთქვათ ეგეც შენი მიზანი რა აგერ ანუ ეგ არის შენი იცი რა არის და მაგ გზაზე თუ ვერ აღწევ შენ ყველა ჯერზე უნდა რაღაცა რეფლექსია გააკეთო რომ აბა რა არის ჩემი ქმედებები და რა ქმედებებს რა შედეგი მოაქვს და მე სხვები ნახო რა აბა ვინც გაიარა უკვე ეგ გზა იქ წიგნი წაიკითხო იქ სხვებს კითხო ანუ ჭკუა დარიგებები მიიღო იმ ხალხის ვინც უკვე მიაღწია იმას რაც შენ გინდა იმიტომ რომ იმან იცის ყველაზე კარგად ეგ საბოლოო ჯამში და არ დანებდე მაგრამ უნარი გამოიმუშავა იმისი რომ აზრი შეიცვალო ქმედება შეცვალო იმიტომ რომ ერთი იგივე ქმედება ერთი იგივე შედეგს მოგცემს და შეიძლება თუ შე ყველაფერი ცადე და არაფერი არ გამოვიდა შეიძლება შენ ეძახი რომ ყველაფერი ცადე მაგრამ რეალურად ერთი და იგივე რაღაცები ცადე სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილი იმიტომ რომ ხშირად მაგას ვაკეთებთ ადამიანები სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილ ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ და გვიგვირს ერთი და იგივე შედეგს ატოვებთ იმიტომ რომ ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ რა ვიცი დეგი ხა მარტივად მაგრამ კორპორატიულ სამყაროში წარმატება და ბიზნესში ორი სხვა რაღაცა არის რაც დაგეხმარა იმაში რომ გამხდარიყავი CEO არ დაგეხმარებ იმაში რომ გახდე ანტრეპრენერი და დღემდე მაგას ვეჭიდავები ვიხდი ხო ანუ ანტრეპრენერშიპში მე არ მიმიღწევე იმას რაც მინდოდა მაგრამ კორპორეიტში გავლილი მაქვს თქვა რაღაცა გზა ხო და აი ეგ ამბავიც არის რა რომ აბა რას აკეთებ თუ დანებება რომ გამოსავალი არ არის ეგ ყველა ვარიანტში და ამავე დროს შეიძლება გადასახვევი გაქვს ცოტა რა იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ეჭიდავები რისგანაც არაფერი არ გამოვა და შეიძლება უბრალოდ მოთმინება არ დარჩენ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი თამაშია რა რა ვადაში გინდა რომ მიიღო ეგეც ხო არის კითხვა სწორია ნახე შენს თავს რას ეტყოდი სტუდენტობის ასაკში
გადახტი ბოლომდე. არ შეგეშინდეს რა. იმიტომ რომ ეგ არის ალბათ ნებისმიერ ამასაც არ მოკიდებ ხელს ბოლომდე შედი. ბოლომდე. all-in. ადრე გეშინოდა გადაწყვეტილებების მიღების. ადრე უფრო დღეს ცოტა უფრო მეტი ვივარჯიშე და ცოტა უფრო მეტი გამოცდილება დავიგროვე და ცოტა უფრო მეტად გავბედე, მაგრამ სულ რა დღესაც უშიში გაქვს რა, ვაიმე იქნება და არასწორი, ვაიმე არასწორი რო ვიყო, ვაიმე მე რა სიტყვა და სულ არა ექსი გიჟია, კონტრპროდუქტიულია რა. და თან all-in შესვლას ეხაც ვსწავლობ რა, ანუ all-in რას გულისხმობ, დებილურად ფსონის დადებას კი არა, კომიტმენტში შესვლას რა, ანუ შენ შედი. ანუ რაღაცა რაც კი რამე გაბადია ის კი არ დადო და მე შენ წახვიდი, არა, ანუ შენ შედი შიგნით. ნახე, დიდარი ადამიანებიო, ან ფინანსებში რო გამოცდილება მაგითო გეკითხები. დიდარ ადამიანებსო ბევრი ფული აქვთო და მეორე ის იყო რომ დიდარ ადამიანს ბევრი ფული კი არ აქვთ, ბევრი სესხი აქვთო. და რომ რეალურად ვერ ხვდები რას ნიშნავს, იმიტომ რომ ერთი მხარე ეძახის რომ დიდარი ხარ მაშინ როცა ბევრი ფული გაქვს, მეორე ამბობს რომ არა, რაც უფრო მეტი ვალდებულება გაქვს და რაც სესხი გაქვს, მით უფრო აიაო და ეგ როგორ ისაზრება. არ ვიცი, მეორე მხარე ვინ თქვა, არ ვიცი ვალთან დაკავშირებით. რობერტ კიოსაკის ქონდა თუ ლევერეჯი გეხმარება იმაში რომ შენი აქტივები გაზარდო, მაგრამ საბოლოო ჯამში წმინდა ნეტვორთი ასე ვთქვათ, ანუ წმინდა დოვლათი არის აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები რა და რაც რჩება ეგ არის შენი კაპიტალი, ანუ შენი წმინდა დოვლათი. ამიტომ შენი ვალდებულებები თუ აჭარბებს შენ კაპიტალს, შენ დიდარი არ ხარ, შენ ცოტა ხანში ბანკროტი იქნები. რეალურად სიმდიდრის წყარო არის სხვაობა შემოსავლასა და შეხარჯვას შორის. და ეგ არის რაც ბოლო მომენტში ისეთ სერიოზულად გავაცნობებ და მათ შორის პოდკასტში მაგაზე ვსაუბრობთ. დიდარი ხარ მაშინ, როდესაც შენ უფრო ცოტას ხარჯავ ვიდრე შეუძლო. გზა რო დააგროვო დოვლათი არის ეგ. და გროვდება მაგას რა. და მე შენ რა აქტივებს კიდულობ ხაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდარი ხარ. ანუ შენ თუ გაქვს მილიონი წელიწადში შემოსავალი და მილიონს ხარჯავ. ანუ დიდარი ხარ? კი, მაგრამ ვაიმე 900.000 რო გახდეს ერთ წელს შემოსავალი, ვალი გაქვს უკვე 100.000. მიხვდი რა სისწრაფით ვარდები უცებ სიღარიბეში და ანუ დოვლათი რასაც ქვია, ანუ დიდარი ადამიანი რომელიც შეუულია რომ აღარ იდარდოს მატერიალური იმაზე, არის ვისაც დაგროვილი აქვს რაღაცა რა. და რომ დააგროვო, უნდა დაგჩეს. ხო, მათემატიკურად უნდა დაგჩეს. თუ დაგროვილი არა გაქვს, ანუ შენ თუ აქტივებს არ ფლობ, ქონებებს არ ფლობ, ანგარიშზე ფული არ გაქვს, აქციები არ ვიცი, რამე არ გაქვს. რავი, შემოსავალი გაქვს მაშინ ბევრი. ბევრი შემოსავალი არ ნიშნავს რომ დიდარი ხარ. რამდენი კალათბურთელი გაგიგონია ფეხბურთელი, რომელიცაც უამრავი შემოსავალი ქონდა და მე გაკოტრდნენ. ბევრი, მე გამიგონია ბევრი, რავი. რო გავიხსენო კონკრეტულად, ეგეთი სკოტი პიპენი იყო ბანკროტის პირას. დენის როდმანს ისე გაუჭირდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა რაღაცების საკეთებლად, რომ ფული ანუ არ დააგროვეს რა, გაფლანგეს, რავი. მე მქონდა რაღაცა დონეზე შემოსავალი ისეთი, რომ დიდარს და მილიონებს დაახლოსაც არ ვიყავი, მაგრამ მეც გავფლანგი, არ დავაგროვე რა. და შესაბამისად მე დოვლათი არ დაგროვდა. და იმიტომ რომ შემოსავალსა და ხარჯვას შორის დელტა რამხელაა რა. რომ სახარჯი ბევრია. ფინანსური თავისუფლებისთვის ყველაზე კარგი რჩევა დაგროვება. შენ თუ ფული არ შემოგდის მაშინაც კი როცა შენ არაფერს არ აკეთებ, შენ ვერასდროს ფინანსურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ვერ იქნები. შენ ყოველთვის დამოკიდებული იქნები იმ გაკეთებაზე, რაც უნდა ნახე. ფრილანსერობა ქვია მაგას რა, სამი რაღაცა არის, ხო? არის დაქირავებული ყოფნა, არის ფრილანსერობა და არის ბიზნეს ანტრეპრენერობა რა. მაგრამ ანტრეპრენერობაშიც ფინანსური თავისუფლება არ აქვს მიღწეული, თუ შენ არ შეგიძლია რომ შენი ბიზნესიდან გამოხვიდე და ბიზნესმა გააგზელოს დივიდენდების ხდა. ანუ საწყის ეტაპზე ანტრეპრენერი თავისუფალი არ არის. ანტრეპრენერი არის, მაგრამ თავისუფალი არ არის. თავისუფალი ხდები შენ მაშინ, როდესაც სხვას რომ მოიყვან CEO-თ და შენ რო მაშინ ხარ ხო? ანუ მე თუ ყოველ დღე მიწევს სამსახურში სიარული, შეიძლება ჩემი სამსახურია, მე ვფლობ. ცუდი კი არ არის, მაგარია, მაგრამ სამსახურში გიწევს მაინც სიარული. შენ შეიძლება გიხაროდეს ეგ, მაგრამ ეგ სხვა საქმეა, იმიტომ რომ მეც არ ნიშნავს რაღაცას არ გავაკეთებ. მე რო ფინანსური თავისუფლება მექნება, მე მაინც
დილით გავიგუძებ და რაღაცას გავაკეთებ. მაგრამ თავისუფალი იმიტომ ვიქნები რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვა რომ ერთად თქვენს. ვიქნები, აი მაგის თქმა რომ შეგიძლია ამ ინგლისურად არის კაი fuck you მანი ქვია მაგას რა ანუ შენ თუ შეგიძლია fuck you თქვა ანუ შო ეგა რა და თუ ეგ არ შეგიძლია რაც არ უნდა ფული ქონდეს თავისუფალი ჯერ არ ახარ არა სწორია კი აი რომ დაუფიქრე თავისუფლება ხო რა არის ხო მაგ კუთხით ფინანსური თავისუფლება ხსნა ფილოსოფიაში რო წავიდეთ ფინანსური თავისუფლება ნიშნავს რომ შენ აუ ერთი კაი ფრაზა მაქვს რა ფინანსური თავისუფლება იცი რა არის რენდომ სამშაბათს რო გადაწყვიტავ შვილის პარკში გასეირნებას შუა დღის 2 საათზე. ეგ ხო წარმოუდგენელი არის. ანუ არ გვცალია, ყველა სამსახურებში ვართ მაგას. სო აღარ ახარ თავისუფალი, რა სამსახურში ხარ. თავისუფალი ხარ, როცა რავი, შვილო, მოდი, წამოვა ერთი პარკში ხარ გინდა, სამშაბათია. რაღაც. 3, ან 2, ან პირველი. აჰა, თავისუფალი კაცი ყოფილ ხარ შეგიძლია თურმე. შეგიძლია ფული არ ქონდეს და ისე იყო თავისუფალი. თელი ღადაობა ის არის რომ ყველას გონია რომ ბევრი ფული არ არის. ისევ და ისევ რამდენს ხარჯავ და რამდენი გაქვს შემოსავალი. და ეს შემოსავალი შენი ჩართულობა ჭირდება მაგას თუ შენ შეგიძლია გეძინოს და ეს შემოსავალი ეწეროს, ეგ არის წყარო თავისუფლების. მაგალითისთვის, შენ თუ ისე გააკეთე ააწყე შენი ცხოვრება, რომ თვეში 2000 ლარი ყოფნის. და გაქვს ბინა, რომელიც გაქვს ბინები, რომელიც გაქირავებული გაქვს 3000 ლარად. შენ ხარ ფინანსურად თავისუფალი და ხო ის აოცრება დანაზოგი გჩება. ანუ ყოველ თვე დანაზოგი გეჩდება. რომლის ინვესტიცია რომ მოახდინო, შეიძლება შენ შულს ბევრი ფული დაუტოვო კიდე. ოღონდ ვიღაცას რომ მოუყვერო 3000 ლარი გაქვს შემოსავალი, მდიდარს კი არა, ღარიბებში გაგიყვანენ, ხო, რაღაც. ღარიბებში თუ არა, ყოველ შემთხვევაში საშუალო ფენაში მოხვდები რა. და ნახე, ამაიდროს თავისუფალი ხარ. და მე ვიცნობ ხალხს, რომელსაც რავი, მე ვიყავი, რომელსაც თვეში მქონდა 1000-ები და დოლარებში შემოსავალი და თავისუფალი არ ყოფილა. ლანჩის დროს ვაკონტროლებდი რა. ეგეთი ფრაზა გაიგონია, გავკარი როლექს თუ ლანჩის დრო უნდა დახედო? აი ეგა რა, რავი, გინდა ეგ როლექსი და ლანჩის დროს უყურებდე თუ? ხო. ამიტომ არჩევანი ეგა, შენ თავისუფლება გინდა თუ ფული გინდა, ეგ უნდა გადაწყვიტო რა. ვაუ. ოკეი, ნახე, კიდე იცი რა მაინტერესებს. ხო, ერთ პოდკასტში ის იყო, რა ქვია, აუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თქვი ეგეთი ის რომ ამ კითხვას პასუხსო თავის ვარიდებდიო რა, ის იყო შენი გამოსამშვიდობებელი სიტყვაო. ხო, და ნახე, ერთი წიგნი არის შეიძლება გქონდეს წაკითხული, ვინ იტირებს, როდესაც მოკვდები, who cry when you die. და მან იწყება, ანუ შესავალში წერია თორსები ესეთი ფრაზა, ანუ შესავალში ამ პირველ თავში რა ზუსტად არ მახსოვს, ეგეთი რაღაცა ეწერა რომ მამა ეუბნება შვილს. როდესაც დაიბადე, შენ ტიროდი და სამყაროს უხარო და იცხოვრო ესეთი ცხოვრებით, რომ როდესაც გარდაიცვლები, სამყარო ტიროდეს და შენ გიხაროდესო რა. კაი. და მაინტერესებს შენგან, აი, ამ ხელა გზაგა გამოვლი, ძალიან ბევრი რაღაცა ცადე, ბევრი რაღაც გაიკეთებია. საბოლოოდ შენ რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს და რა არის შენი მისია? ხო, ახლა მაგარი კითხვა დასვი რა. პირველ რიგში ვიტყვი რატო ვარიდებ რა. და ეხაც სიფრთხილით რატო ვარჩევ სიტყვებს. და ამავე დროს ვიქნები ავთენტური და გულახთილი და ვიტყვი ყველაფერს. მე რო ვიტყვი რა მინდა ჩემ გამოსავშალო სიტყვაზე რო თქვა, ნიშნავს რომ მე ფაქტიურად ხედვა ჩამოვაყალიბე და მოვახდინე არტიკულაცია იმის რისი გაკეთება მინდა. და მე პასუხობა უნდა ავიღო და ეგ უნდა გავაკეთო. და რაც რომ მეტად ზოგადი ვიქნები, რავი, მინდა რომ თქვან რომ კაი კაცი იყო, მით უფრო მეტად ნაკლები პასუხობა გაგებული, იმიტომ რომ მარტივია მაგის გაკეთება. მიხვდი? საბოლოო ჯამში ჩემზე არ იტყვიან, რომ ცუდი კაცი იყო. და იტირებენ ახლობლები და ოჯახის წევრები. ამავე დროს მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა შევქმნა და ჩემ გამოსავშალო სიტყვაში თქვან, რომ მან გარდა იმისა, რომ იყო ესეთი მამა, რომელიც რაღაცა, მეუღლე, რომელმაც რაღაცა, შვილი, რომელმაც რაღაცა, იყო ადამიანი, რომელმაც ქვეყანას, ქალაქს, უბანს რაღაცა. და მარტო ეს გინდა თუ ესეც გინდა? იმიტომ რომ თუ ესეც გინდა, მაშინ შენ გამოსამშობლო სიტყვაში გინდა რომ ეგ თქვა, აბა რატო აკეთებ? და რა არის ეგა? თქვი. და რო იტყვი, გააკეთე. ეგ არის რიდის წყარო, შიში. მე მეშინია ეს რო თქვა. იმიტომ რომ მე ჩემი მომავლისვე მეშინია, იმიტომ რომ მე პასუხობა მაქვს ასაღები მაგაზე რომ გავაკეთო. რისთვის ვაკეთებ? მეც შენსავით მინდა რომ
ფინანსურად თავისუფალი ვიყო, ან როგორც მინიმუმ ჩემი შვილები იყვნენ ფინანსურად თავისუფლები. ანუ არ კონდეთ იქ სადარდებელი და მათთვის სადარდებელი იყოს მათი ავთენტური თვით გამოხატვა და თვით რეალიზაცია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ საქმეში, რასაც ენი აირჩევენ. თავისუფლება ფინანსური, იმიტომ მინდა რომ ვაკეთო ის ყოველდღიურად, რაც მინდა რომ ვაკეთო. საოცარი რამე მოხდა, რომ რეალურად პოდკასტინგი ერთ-ერთი ნაწილია იმისი, რასაც გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ფული მექნება, არ მექნება თუ რა და ამიტომ რაღაც დონეზე მაგას მანდ მივედი. მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობა ჯერ არ მიმიღწევია რა და მინდა რომ ექსიბერე მქონდეს რა რომ არ უდარდობდე მაგაზე რა და შესაბამისად შემეძლოს თავისუფლად მე ძალიან მიყვარს მაგალითად კითხვა მიყვარს და საუბარი მიყვარს რა და ძალიან ვისიამოვნე 3 წლის წინ შემეძინა შვილები და ანუ საოცრად ვისიამოვნე როდესაც მათთან ერთად დროს ვატარებ რა და მინდა რომ ეგ დრო მქონდეს რა და საბოლოო მიზანი და მისია რაც ჩამოვიყალიბე ჩემი თავისთვის და რატომაც ეს ბაბლჰედი დავიწყეთ არის რომ მე მინდა შენში რა პოტენციალის არის იმის გამოფრქვევაში დაგეხმარო და მაგის შთაგონებაც ის წიგნი იყო რაც გადავთარგმნეთ რა ანუ ბიზნესის გულში უბერ ჟოლი იძახის რომ Unleash the Human Magic-ო რა ანუ და აი ეგ Unleash the Human Magic მომხვდა ანუ ეს გამოათავისუფლე ადამიანური მაგია მომხვდა და წამოვიღე იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენ ვართ ჯადოსნური არსებები რა ანუ საოცარი რაღაცები შეგვიძლია რომ ვაკეთოთ და ამ საოცრების აღმოჩენა და გამოფრქვევაში მინდა როგორც ჩემი თავი ისე სხვები გამოფრქვევაში წვილი შევიტანო და რაღაცნაირი ეს წრიული ვისწავლო გასწავლო დაგეხმარო და მეხმარო მოდი ერთად რაღაცა ჯადოსნური გავაკეთოთ გზას დავადგე და მთელი ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ამ მოვდივარ ამაზე რა და ეს ყველაფერი თან ცოტა ასაკში მოხდა ამის არტიკულირება თავიდან რავი პროსტა ფული მინდოდა და კარიერა და რავი ბიზნესმენობა ავიძახთი რა მახსოვს რომ თქვი რომ მე მინდა CEO გავხდი რა CEO და გავხდი CEO და სახში მოვედი და მივხვდი რომ zero fulfillment მაგიტო თქვი რა Porsche-ც იგივე იყო ვიყიდე და არაფერი რა ის შენ შინაგან მე ეს იგენი არ ჭირდება უფრო მეტად ჭირდება რაღაცა ისეთის გაკეთება რომელზეც ხვები იტყვიან რომ მადლობა და აი მანდარი რა რომ მთელი გზა დარბიხარ და ბოლოს ბიჭო სხვისთვის რასაკეთებ კითხვაზე მიდიხარ და ხო ალბათ ჩემ გამოსამშობლო სიტყვაში ის მინდა რომ თქვან რომ გარდა იმისა რომ იტყვიან რომ მამა იყო რომელიც იყო და სადღაც სხვაგან არისო და ქრონიკულად სადღაც საქმეზე არისო წასული მეუღლე იყო რომელიც ნარდატრიალებდა აქეთ-იქით და გაახალისა და გახადა მეუღლის ცხოვრებაც ატანადი და ხალისიანი ძმა შვილი ასევე მინდა რომ რაღაცა დავტოვო რა სხვებისთვის და ეს რაღაცა დარჩეს და იყოს მას მერეც რაც მე არ ვიქნები ლეგასი ასე ვთქვათ და ეგ მინდა რომ ეხებოდეს სწავლას მინდა რომ ეხებოდეს განვითარებას და მინდა რომ ეხებოდეს ადამიანურ პოტენციალს რა არ მაქვს ბოლომდე არტიკულირებული და კიდევ ერთხელ ვიძახი ვიქნები ავთენტური მეშინი მე უნდა გავაკეთო მაგრამ ნუ აი რაც ვთქვი რა ოკეი ძალიან დიდი მადლობა აი და აი ხა ბოლოში ვარ და ისე არ მინდა გაგიშვა რომ რამე შენი აი ტოპ 3 წიგნი თუ გაქვს ეგრე შენ გონებაში რომ გვირჩი რომ რა შეიძლება წავუკითხოთ ამ წარმატების თვითგანვითარების მაგ მიმართულებით ალექს ჰორმოზის 100 მილიონიანი შეთავაზებები კოვის 7 ჩვევა წარმატებული ადამიანების 7 habits of most successful people ბევრია რა და მიჭირს მაგრამ ეხლა ვფიქრობ ისე ბიზნეს ლიტერატურაზე წავედი მაგრამ ვფიქრობ პიტერსონის 12 წესი მახსენდება იქ good to great იქ start with why აუ რავი ბევრია რა და ერთი უნდა ავარჩიო და რართული საქმე არის ეგა და მოდი მაინც მას ვიტყვი აბა start with why რა დაიწყე რისთვისაც თუ როგორ არის ადამიანი არ ვიცი ხო ვახ ძალიან დიდი მადლობა სამი ძალიან რთული იყო არ მოველოდი ჩემს სტუმრებს რო უსმენ ხოლმე კითხავს ეხლა მივხვდი რა რთული არჩევანია ხო, არა ნუ რა. Think and Grow Rich ძალიან კაი წიგნი არის. ნაპოლეონ ჰილის ხო? კი, კარგი არის. ცოტა ესეთია. შეიძლება მათ მოგეჩვენოს.
ბელეტრისტიკა და ზღაპრად, მაგრამ კარგი წიგნი არის რა. მე მჯერა სიტყვის ძალის მჯერა და манифестაციის ძალის მჯერა. ეგ წიგნი იყო ერთ-ერთი პირველი მე რაც წავიკითხე და მაგის მე ერთი 3 ჯერ მაგ წაკითხული იმდენად მომეწონა და იმდენად ახალ რაღაცებს ხედავდი. ხო. ეხლა ეს ბიზნესის გული რომელიც ჩვენ თარგმნეთ ეგეც ძალიან მაგარი წიგნია, მაგრამ ხო ტოპ 3-ში არ შევიყვან ნამდვილად. აუ, ბევრი რა. მოკლედ, ჩემ პოდკასტებს უსმინეთ კიდე ბევრ წიგნებს დავაყოლებთ. ჩემი რჩევები წიგნებზე თუ გინდა ბევრი არის. მაგაში არ შემზღუდო. აჰა, შვენიერი. კაი, მადლობა ძალიან დიდი რომ ესწრებთ. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ უყურეთ ამ ეპიზოდს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, ასევე Bubblehead-ის არხიც გამოიწერეთ, ყველაფერი იქნება აღწერაში და აბა დაგემშვიდობებით. ასევე კომენტარებში ძალიან საინტერესო იქნება, რომ დაწეროთ, აი, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ, ან რომელი იდეა ჩაგწვდათ, ასე რომ ვთქვათ, რომ ეს რაღაცაში შეიძლება დაგეხმაროთ და გაუზიაროთ ერთმანეთს კომენტარებში საინტერესო იქნება მაგის წაკითხვაც. აბა დაგემშვიდობებით და დროებით.